მასწავლებლის სისასტიკე, რომელმაც 11 წლის ანა მარიას ფერადი სამყარო შავ-თეთრად აქცია. შეხედეთ, სიმწრის სრემლებით ტირის ბავშვი. ძალიან მიყვარს სიმღერა, მაგრამ საშუალება რომ არ ქონდა დედიკომ ფანდორიდან გამომიყვანა. შენმა მასწავლებელმა იცოდა რის გამოც გამოგიყვანა დედიკომ? დიახ. და რა გითხრა მე? მას მითხრა რომ არაუშავსო. როდესაც საშუალება გიქნებათ, მაგ დროს შემოდიო. მე შეგნებულად არ გეკითხები მის სახელს და გვარს. რადგან არ მსურს რომ მთელი საქართველოს მასშტაბით შერცხვენილი იყოს მისი სახელი. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი აუცილებლად უყურებს ამ ვიდეოს და თვითონ შერცხვება თავისი საქციელის. ანა მარია, როდესაც შენ დიდი გოგო გახდები, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევ და შესაძლოა სულაც შენ გახდე მუსიკის სიმღერის მასწავლებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ არასდროს გახდები იმ შენი მასწავლებლისნაირი ადამიანი. ხომ იძლევი ამის პირობას? დიახ. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.